ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის დაკავება უკვე გახდა პოლიტიკური შეფასებების თემა. რომეო მიქაუტაძის დაკავება საერთოდ არავითარ კავშირში არ არის კორუფციასთან ბრძოლასთან. ეს იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი ხაზინადარი და როგორც ჩანს, ქართველი ხალხისთვის მოპარული ფული ერთი ჯიბიდან ახლა კობახიძემ მეორე ჯიბეში უნდა გადაიდოს. ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება. ივანიშვილის პარტია არ არის არავითარი მონოლითი, იქ კლანური უამრავი დაპირისპირება არის სახეზე, რაც ჩვენი აზრით ბევრად უფრო ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული დემოკრატიული საზოგადოების მიერ. როდესაც ქვეყანა, როდესაც სახელმწიფო გიცხადებს ნდობას და გაბარებს მთელ მიმართულებას, მთელ დარგს იმისთვის, რომ იმ დარგში რაღაც გააკეთო და ამას იყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად, ეს არის ძალიან ცუდი, მე ძალიან გული მწყდება იმისთვის გამო რომ ეს მოხდა, თუმცა ბუნებრივია, რომ კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი. ზოგჯერ სამწუხაროდ კანონის წინაშე პასუხისგება ხდება გვიან, მაგრამ საბოლოოდ ყველას მოუწევს პასუხის გაცემა. საზოგადოება კარგად იცის ჩვენი კურსი და ჩვენი მიდგომა კორუფციასთან მიმართებით. ასე რომ არა აქვს მნიშვნელობა სახელ და გვარს, არა აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირს. ეს არის ყოფილი თანამდებობის პირი, მოქმედი თანამდებობის პირი. რეალობა არის ერთი და რეალობა არის კორუფციასთან მიმართებაში ძალიან მკაცრი. რომ კანონი იქნება ყველასთვის კანონი და ინდულგენცია ვერ იქნება ვერც სახელი და გვარი, ვერც თანამდებობა და ვერც ყოფილი თანამდებობა.